როდესაც იგი ზღვის გაღმა ნახეს, უთხრეს მას. რაბი, როდის მოხვედი აქ? მიუგო იესომ და უთხრა. ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ. იმიტომ კი არ მეძებთ მე რომ სასწაული იხილეთ, არამედ იმის გამო რომ პური ჭამეთ და გაძეხით. ნუ ირჯებით ხრწნადი საზრდოსათვის, არამედ იმ საზრდოსათვის გაისარჯეთ, რომელიც რჩება საუკუნო სიცოცხლისათვის, რომელსაც კაცის ზე მოგცემთ თქვენ, რადგან მას დაასვა ბეჭედი მამა ღმერთად. უთხრეს მას. როგორ მოვიქცეთ, რომ ღვთის საქმენი ვაკეთოთ? მიუგო იესომ და უთხრა მათ. ესაა საქმე ღვთისა, რომ ირწმუნოთ იგი, ვინც მან მოავლინათ. ამაზე უთხრეს მას. რა ნიშანს იქ, რომ დავინახოთ და გერწმუნოთ? რას მოიმოქმედებ? ჩვენი მამები მანანას ჭამდნენ უდაბნოში, როგორც დაწერილია. პური ზეცი და მისცა მათ საზრდო. უთხრა მათ იესომ. ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ. მოსემ კი არ მოგცათ პური ზეციდან, არამედ მამა ჩემი გაძლევთ ჭეშმარიტ პურს ზეციდან. რადგან ღვთის პური ისაა, რომელიც ზეციდან ჩამოდის და სიცოცხლეს აძლევს სუთისოფლს. მაშინ უთხრეს მას. უფალო, მუდამ მოგვეცი ეს პური. იესომ უთხრა. მე ვარ პური სიცოცხლის. ჩემთან მომსვლელს არ მოშივდება და ჩემს მორწმუნეს არასდროს მოსწურდება. მე კი გითხარით, რომ კიდევაც მიხილავთ, მაგრამ არ იწამებ. ყველაფერი, რასაც მამა მაძლევს, ჩემთან მოვა. ჩემთან მოსულს გარეთ არ გავაძლევ. რადგან ზეციდან ჩემი ნების აღსასრულებლად კი არ ჩამოვედი, არამედ მისი ნებისა, ვინც მე მომავლინა. ეს არის ნება იმისი, ვინც მე მომავლინა, რათა რაც მომცა, არაფერი დამეკარგოს, არამედ ყველაფერი აღვადგინო უკანასკნელ დღეს. ჩემი მამის ნება ისაა, რომ ყველას, ვინც ძეს იხილავს და ირწმუნებს, საუკუნო სიცოცხლე ჰქონდეს და მე აღვადგენ მას უკანასკნელ დღეს. იუდეველები დრტვინავდნენ მის გამო, რადგან თქვა, მე ვარ პური ზეციდან ჩამოსული. ამბობდნენ. ეს იესო არაა იოსების ძე, რომლის მამას და დედას ვიცნობ. როგორ ამბობს ზეციდან ჩამოვედიო? მიუგო იესომ და უთხრა. ნუ დრტვინავთ ერთმანეთს შორის. არავის შეუძლია ჩემთან მოსვლა, თუ იგი მამამ, ჩემმა მომავლინებელმა არ მოიყვანა. მე მას აღვადგენ უკანასკნელ დღეს. წინასწარმეტყველებს უწერიათ, ყველა განისწავლება ღვთის მიერ, ყველა ვინც უსმენს მამას და სწავლობს, ჩემთან მოდის. ისე კი არა თითქოს ვინმეს ეხილოს მამა, გარდა იმისა, ვინც ღვთისგანაა, მხოლოდ მან იხილა მამა. ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ, ვისაც შემისამს, მას საუკუნო სიცოცხლე აქვს. მე ვარ პური სიცოცხლისა. თქვენმა მამებმა ჭამეს მანანა უდაბნოში და დაიხოცნენ. ეს არის პური ჩამომავალი ზეციდან, რათა კაცმა შეჭამოს იგი და არ მოკვდეს. მე ცოცხალი პური ვარ, ზეციდან ჩამოსული. ვინც ამ პურს შეჭამს, საუკუნოდ იცოცხლებს. პური, რომელსაც გავცემ, ხორცია ჩემი, რომელსაც უთისოფლის სიცოცხლისათვის გავცემ.